ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia საბრიძინთან დაიწყეს ტვიტების ჩამოტანა ასე რომ შედი თუ დაინტერესებული ხარ და ჩამოგიტანეთ სწრაფად ხარისხი გამარჯვებას მეგობრებო ახლა განწერება კარგი ხარ ეგეთი უჟმოური სახით რატო იწახი გამარჯობა მოკლედ მე და ბატონმა დავითმა ძალიან საჭოჭმანო საქმე ნუ დააჭოჭმანო როგორ რა ჩვენი გახი საინტერესო არა საჭოჭმანო არ არის საინტერესო საჭოჭმანო რაღაც სათუო რა ისეთ რამეს რომ მოკიდებ ხელს რაც არ მოიგიდია რა მიგეშენა ანუ ახალი ახალი მექანიზაცია ჩავხდით რა ჩვენ იმაში უნდა მექანიზაცია გამოიყურება აი ესე რა ბატონო დავით მილიონერი რო იყო და ბავშვობაში ველოსიპედი არ აყავდეს მერე პორშე ყავდეს ბენტლი ყავდეს თვითმფრინავი ყავდეს შენ მაინც ბავშვობაში ველოსიპედი არ აყავდა გაიგე ვერ იყიდი რატო ვერ იყიდი თუ უკვე დიდი ხარ და ბავშვობაში ველოსიპედი არ აყავდეს ეგ არ აყავდა დამთავრდა ხო და არ ყავდა და კიდე ხო და ეხლა ნახე რა ხდება აქ აი ეხლა ველოსიპედი რო გეყოლება ბავშვობაში თქვათ რამხელაც გინდა გახდე და საათგიან წახვიდე შენ ბავშვობაში ველოსიპედი ყავდა მოკლედ ნახეთ რა მაგარი რაღაცა ყველა ბავშვის საოცნებო რამეა რა ეხლა ზოგ შეიძლება ყავ ზოგს არ აყავთ ან გინდათ რომ ყავდეთ ბატონო დავით შენ როგორია შენ როგორ მოხსოვს ესეთი რაღაცები არ მაგარია მოკლედ აი ეს არის პატარა მანქანები ანუ ელექტროა დენზი არის ველოსიპედია ну ტექნიკა რაც განვითარდა უკვე სხვადასხვა რაღაცები შემოვიდა რა თან მექანიკური ჰა თან ელექტრო თან მექანიკურია ეს ხო და აი ნახეთ ეს არის გათვალისწინებული უგზოობისთვის გაიგე ბატონო ოფროუდისთვის ეგრეთ წოდებული ოფროუდ აბა ქართულად ვთქვი ოფროუდ ოფრ არის დამთავრება ხო არა გამორთვა გამორთვა ანუ შუგის ანუ ოფი გამორთვა პირდაპირ გადათარგმნო რას ნიშნავს ოფროუდი დამთავრდა გზა ეგ არის ანუ გზის დამთავრება უგზოობა ანუ ხო ხდები რა ხო მაგრამ უგონობა გამიგედა უგზოობა არა მოკლედ სადაც გზა არ არის და აი ესეთი გრუნტიანი რაღაცა და ბუნება არის იმის არის გათვალისწინებული ანუ აი ეს დაკიდების სისტემაც ეგ მაღაზია მიუთითებს და ოღონდ წვიმაში ალბათ ვერიული რა მოგასხავს სახეზე მაგრამ ამის გაკეთება რაღაცები შეიძლება ხო ახლა ხო მოდი რა ამ არა ზოგი აქედან არა უგზო აი მაგალითად ეს უგზოობისთვის არა აი ველოსიპედი და ის სკროლი არა სკროლი როგორ არის ქართულად ელექტრო სამაკაცო თვით მგორავი საშუალება ხო აი ესეთი კომპანია არის ალპელი რაღაც ალპინისტობასთან დაკავშირებით არის რა ხო და მინდა რომ ეს მანქანები გაჩვენოთ რა ძალიან ნუ თქვენ ცხოვრება გაილამაზოთ და ბავშვს გაულამაზოთ ეხლა მე מחარს დავილაპარაკები ან დაგალაპარაკებთ მე ხარ დავიწყო თავი გამოვიდო ამისი ტაქტიკურ ტექნიკური სამისათქვი ტექნიკური მახასიათებლები ეხლა მაგას გიტყვიან და თუ გაინტერესებს ბოლომდე უყურეთ მე პატარა შეჯიბრებას მოწყოთ მედაში მანქანით მოკლედ მეგობრებო აი ეს ხალხი არის ვინც მოიფიქრა და ესენი ჩამოიყარა ბატონო დავით მე იმაზე გაიგონა ვიღაცა რომ სტობრად მივეხორბე და ზარს ვაძლევ და შენ უკვე კამერას ჩვენ ძეგლი მოგვიდა ჰა დაპეთეს გამოგეთია და როგორ ვთანდი და არა მიშოს არა უშავს ნუ ეგ გადაღების რაღაც ნიუანსები მოკლედ ეს არის თქვენ ჩამოყვალი მანქანები ბატონო ესენი ჩამოვიყვანეთ კომპანიას ალპელი რაღაც ალპინისტთან დაკავშირებულია მთებზე რა ხან შეუძლია შეეულო რაღაც ო ევერესტი ალბათ ვერეღო მაგრამ არა უშავს თვითონ მანქანას თუ ქვია რამე სახელი ბაგი ანუ ეს არის ოფროუდ გო კარტინგი ესე რომ ვთქვა ოფროუდ კარტინგი ნუ ცნობილია ესევე ხალხმა ზოგმა იცის ბაგი და ხო უგზოობისთვის გამოდგება რა რთული რელიეფებისთვის ნუ ესენი ძირითადად საბავშვო მოდელებია რა ესე ამაზე უკვე შეგიძლია რამდენი 180 კილოს უძლებს ახლა ესენი და შეუძლია დიდ ადამიანსაც შოუსაც შეუძლია გაერთოს ძალიან თავისუფლად არა მე ვაპირებდი გართობასთან წამოდი კი აუცილებლად ბავშვობაში ახლა არ მქონდა მე მაინც არ მქონდა ახლა გინდა ბეტლი მყავს ეს პატარები რამდენი დადი რამდენი კილომეტრი პატარები დადის 20-30 ეს არის ახლა ელექტრო რა ეს ამ შემთხვევაში ეს ელექტრო არის და გვაქვს არა ეს ხო 30-ით დადის ეს გადის 30 კილომეტრს საშუალოდ რა და ეს დადის ბენზინია უკვე 98 კუბიანია ეს ბენზის რამდენსაც ჩასხავინდეს გადის და დადის 37 კილომეტრს ოთრი თან ვატარდო სადმე გაგითავდეს
ბათუმში არ წახორი დარჩები. ვიდან თელავიდან. არა, რატო დარჩები? ეს 1000 ვატიანია ეს მოდელი. ამას ავზი რამდენია? კი. ამას აუზი აქვს 1.3. ის შემთხვევაში ცოტა სხვანაირად არის, იმიტომ რომ უფრო დიდი ძრავი მოაქვს. დიდი ძრავიც არის, მასას დიდია. ხო და კიდე იმაზეც არის გათვალისწინებულება. მე რომ მომოძე კი, დავჯერ. ამის ერთამწეობა 70 კილოა რა. ეხა ანუ დიდსაც უძლებს ეხა თუ ზანე. თუ ჩაეტევი, მოკლედ გიძლებს რა ეგეთი ტრანსპორტია. არა, ნუ მე ალბათ ჩავეტი, უნდა ჩავჯდე რა. რაღაც ისეთი მუღამი მაქვს რა, რომ როგორ აჰა. როგორია ვანო, ჰა? აიც ეს ფეხი ჩავ. ცოტა ხიპი მისლის, მაგრამ რაღაც ისეთი მიეყუდები კიდევაც. აა, გაჭირვებაში თქვენს გამოიყენეთ. მეც მაგრამ რომ გამიჭიროს ახლა მთი გორში წავიდე, მაგრამ აიც. თავისუფლად ვჭდები. მაიც, აბა ცოტა ზორბა ბავშვი ვნახო. იგი მოდი აქა, ღამები აქ. ეს ბიზნესისთვის გამოდგებაო, როგორც მითხარი. კი, ეს გასაქირავებლად თუ გინდა ბულვარზე, თუ გინდა ვინმე შეიძლება ტრასა აქვს. ტაიმერი აქვს ესეთი მოყვება პულტი. ასეთი რომელზეც აწერია, ნუ ეს ჩართვა 1 წუთი, 5 წუთი, 10 წუთი დაუნიშნავ, მე ბოლო წამებზე რაღაცა ნახევარ წუთზე იწყებს ტრიპინს და გაიჩება. ხო, რომ მიხვდეს, ხო, ანიშნებს რომ მიიყვანე ადგილზე რა. და მე გაითიშება. ამოუში. აი შენამაჩაჯი შენი მაში. ამანახე. ხო, როგორია რა ტანით რა, რომ შენ და ჯიქი. დები გავანტავა. ეგია ახლა. აჰა. ანუ მაგას ერთი შეკვრის წერტილი აქვს კი, ამას ერთი შეკვრის წელზე. ხო. ნუ თუ რამე იაგრიშ ამას არ უნდა რამე მუზარადი არა მე ეგეთი? თქვენი ის არის რა. ნება. ხო. თქვენინება. არა, მე თვა უჯამესი ხა არის რა, გადაგიდოს კიდევაც რამე რო იყოს. კევკასავი ჩაფხუტები რო არის ველოსიპედის რაღაცა ეგეთი. ეს მაინც დაიცავს რა, რომ თვითონ ზღოლი. ამითი მაინც ვერ ამოყირავდები რა ეს. ო, კარგად, როდესაც ხარ ჩაფიქსირებული სავარძელში, როგორც არ უნდა ჯვარი წერია და რაც არ უნდა იყოს, ვერ ამოვარდება ბავშვი ამ სავარძლიდან რა. აჰა. ეს დუგაც მაგას ემსახურება, რომ თავი სიჩქარე რამდენი აქვს? სიჩქარე ამას 30 აქვს. ამას აქვს ესე გასაღებზე კიდევ ერთი რაც წერან გამომრჩა მოხსნი ამ გასაღებს. ამას აქვს თქვათ რაღაც ბავშვი 5 წლისა რაღაცა ეგრე ანუ ჩვეულებრივ მართავს. აი ეს სიჩქარის შემზღუდველი და უყენებთ ლოუზე. ლოუ მედიუმი და ლოუ მედიუმი და ჰაი ანუ გამოუძრობ გასაღებს და თვითნებურად უკვე ვეღარ შეცვლის რა ვთქვათ ბავშვი არ გინდა ჩქარა 30 თიაროს რა ან ეხლა სწავლობს პირდაპირ ხო ნუ ეძვი ბავშვი ხო ბავშვსაც გააჩნია ხო თუ ეხლა ძალიან მაღვალაკი ბავშვი არა რა მაგარი სიტყვა მაღვალაკი ამას ერთ გავიგონდა მაგრამ მომეწონა რა და თუ შენ მაღვალაკი ხარ აი აბა მოდი ეს ამაზე ვილაპარაკოთ კი ბატონო ეს მაგრამ მომეწონა იმიტომ ეს რაღაცა მანქანა ეს უკვე ცოტა დიდი არის ორ ადგილიანია ამასაც სკამის მოძრაობის ფუნქცია აქვს, რომელსაც აქედან ვერ ვატანძალას. მაინც აბა. ხო? გამოწეული ყოფილა ბოლომდე. ხო, ღიპიანი ეს უნდა დაждდეს, ხო? ხო. 212 კუბია. ცოტა დანდალა ბავშვის კარგად დაიჭირა. ის კი არ მე დავეტევი თო. აქვს თავისი LED განათება. ხო. იქოქება ელექტროსტატოპია. ასევე მექანიკური დამქოკიც აქვს. ელექტრონულადაც იქოქება. უკვე 4 წერტილიანი. ეს როგორ იქოქება? უყურე ძრავა უყენია და აკუმულატორი უყენია. ამას რაღაც ამოქოქო არ უნდა პირდაპირ გადაწევა. პირ ელექტროსტარტოპით იქოქება, მაგრამ რაღაც ავარიო სიტუაციაში თუ აკუმულატორი დაგიჯდათ ან რაღაც მსგავსი, უკვე შეგიძლიათ ავარიო მდგომარეობაში ხელით მექანიკურად დაგქოთ. ანუ ისი არ დარჩებით რა. ანუ ხო. აი ამითი ამოქოქა. ხო, როგორც ისა რა ქვია, როგორც გენერატორი, კი ბატონო. ხო, ბენზოხერხი როგორც იქოქება ბოლო-ბოლო რა. საწვავი რამე თუ გააჩმოხა დანარჩენი, ხო კიდე რა მაინტერესებს? ძრავა რომ მუშაობს აკუმულატორს ტენის? კი, კი. ანუ შეგ რაღაცა დინამო უყენია, ხო? კი, აი ეს არის, ეგ ამას აი ეს ემსახურება მაგ ყველაფერს. არა. აი აქ არის ნუ არ ჩანს. არა, მე ნახე მე რა მინდოდა, თქვა მომინდა ამაზე ფარების დაყენება. კი, აყენია. არა, იქ აყენია, თქვა ზემოდან დავამატებ. ანუ აკუმულატორზე რომ დავაერთო მე აკუმულატორის ცალკე ტენისის აღარ მექნება, ხო? იმიტომ თუ ძრავა მუშაობს აკუმულატორსა ტენის კი ბატონო, ანუ თქვენ პირდაპირ შეგიძლიათ დაერთეთ აკუმულატორზეც
იქაც შეგიძლიათ თვითონ სადაც დინამოდა რო გამოდის. კი ბატონო, იქაც შეგიძლიათ და რაღაც დამატ ეხლა ძალიან ბევრ პროჟექტორს ალბათ ვერ დაამატებთ. არა, ნუ ხლამაზე უნდა დაამატო. იმხელა გენერატორი არ აქვს უბრალოდ რა, ეგ მაგაშია საქმე, თორე დანარჩენი აი ნუ ეხლა რაღაცა ორი ნატურა სტანდარტულად შეგიძლიათ დამატებები. ეს ბოთლის ჩასადებია ნუ ერთი კიდევ რაც მინდა აღვნიშნო, ანუ ამძრავ მხარეში, ანუ გადაცემათა კოლოფი გვაქვს, ეგრეთ წოდებული CVT ვარიატორი არის რა, ანუ დიდ დატვირთვებზე ბევრად უფრო უმარტივდება დაძლევა რა, ასე ვთქვათ. ხო, ანუ სიმაღლეზე ღვედი გვაქვს, ორი როლიკივით რაღაც ის გვაქვს და იმაზე რემენით ჯაჭვის ის არ არის გადაცემა? ჯაჭვი ქვევით აქვს უკვე ქვედა დიფერენციალზე, იმაზე ღერძზე. ანუ ნახე ძრავ ატრიალებს ამას რა ჯერ პირველ რიგში ძრავ ატრიალებს გადაცემათა კოლობს ვარიატორს. ეს ვარიატორი ძრავის brunს გარდაქმნის ეფექტურად, ესე რო გითხრათ და შემდეგ უკვე მივაწვდით ამ ძალას საბურავებს. კი ბატონო. არა, ძალიან მაგარია. თან კიდე რა მინდა იცი თქვა. ესეთი რამე ბავშვო ყავდეს. პასუხისმგებლობას უფრო გავახა თუ მთლად დარეხვილი ბავშვია, მან ჯობი არ უყიდო. მაგრამ თუ ტვინი აქვს. კი. რაღაცა პასუხისმგებლობა გაუჩნდება. ეხლა ბავშვობიდან ვიცი რომ მაგრება აი მანქანება და მანქანა გამარეცხინე რა ძია რა, ჩემ დროს ეგეთი რამე იყო. აი ეს მომწონს კიდე მაგრა რაღაცის. ეს სათავს. ხო, სათავს უაყო, ანუ. სადაც შეგვიძლია ვერა რაზეც ვლაპარაკობ. 10-15 კილოგრამი მოვათავსოთ ჩვეულებრივად. ანუ საქმეშიც გამოვიყენოთ რა, მარტო გასართობად. ხო, პურზე წავიდა რამე, სადმე გააგზავნა. სიხარულით სწავლენ უკვე ბავშვები ბავშვები. ხო, კი, იმიტომ რომ ისა რა ქვია, გუთნის ალესი გამომატანა ძიამ და რა. ბავშვისთვის მოკლედ თავის პირადი ტრანსპორტი რა, ხო, არა და პირადი პასუხისმგებლობა. აღარ მოგთხოვთ რომ აი მანქანაზე დამსვი მამა და მსგავსი ტექსტები. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეხლა ცენტრალურ გზაზე ბავშვის ამითი გაშვება მშობლისთვის არ უნდა იყოს ეხლა. უსაფრთხოდ არ იგრძნოთ რა თავი ამითი ტრასაზე, იმიტომ რომ სხვა მანქანები მოძრაობენ, თორე ეს კი არ ამოყირავდება ცარიელ გზაზე. მაგრამ ამას ჭირდება ჩვეულებრივ თუ აპირებთ ცენტრალურ გზაზე მოძრაობას. გაფორმება ისედაც რომ ვინც შეიძენს უნდა გადავაფორმოთ, მაგრამ ცენტრალურ გზაზე ვინც გავა მართვის მოწმობის გარეშე არ შეიძლება რა ამით გასვლა. მე ხა ბავშვად ამის აღნიშვნაც აუცილებელია. სოფლის გზაზე ხა ამ უგზოობაში და რაღაცა ამისთვის არის შექმნილი. ეხლა და ბავშვისთვის არის შექმნილი, მაგრამ დაუშვათ სახლის წინ და ესე შემდეგ. ცენტრალურ გზაზე მანქანის სამოძრაო გზაზე უკვე სადაც დიდი მოძრაობა არის, იქ ბავშვის ამითი გაშვება რა თქმა უნდა არ არის რა. საშიშიც არის და მე დამიგენა ზაგარცმები. ხო, ასე რომ გაითვალისწინეთ. ეხლა მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. ეს დენზია. ეს დენზია 1200 ვატი ძრავით. ამას Bluetooth დინამიკები აქვს, სიგნალიზაცია. მობილურზე შეგიძლია მუსიკა ჩართო და მობილურზე შეგიძლია მუსიკა ჩართო, ასევე სიგნალიზაცია. აიყვან დაცვაზე ამას ესეთი, ანუ ეს ტაიმერი ამასაც აქვს. და აქვს კიდევ სიგნალიზაცია და Bluetooth-ის მუსიკა. სიგნალიზაცია რაში გამოიხატება? სიგნალიზაცია აი რაში გამოიხატება. შევეხებით ხა? უბრალოდ ხმა? გავააქტიუროთ. თითით ეგას. всё. ესე ჩავთავთ. დაცვაზე აიყვანე. არა, ეგ ჩართული. Alarm on. Oh. Don't touch the car. Don't touch the car. ჯერ ესე გავთხრი. Don't touch the car. ის არა, აბა ჯერმას დაკარგა. აჰა. გატაცების საწინააღმდეგოების ბავშვები რო გაერთონ და შეიქმნან ის რეალური ემოციები. რაც ნამდვილ მანქანაზეა. ან ისეთი ბავშვები ძალიან შეიძლება მალე გაგიტაცონ რა. მე მიქნია ბავშვობაში ველოსიპედი, მათხოვე ერთი კრუგი და მე ხოპა და საღამომდე რო აღარ მოდიხარ. მოკლედ ესე ზუსტად ზომებით, ფორმებით იდენტურია ბენზინის ძრავიანთან. ნუ გვაქვს სიჩქარის რეგულირება აქაც ასაკის მიხედვით, რავი, საშუალო შეგვიძლია შეზღუდვა დაუყენო ამაზეც. და გვაქვს კიდე მაჩვენებელი ელემენტის რა დონეზეა დამუხტული, დიახ. ხო, ეს დადის. ხო, ეს 40-45 კმ/სთ დადის და სრული გამოვლობა, სრულად დატენილ მდგომარეობაში უწერია 40 კმ რა. ნუ ეხლა შეერეულად სულ თუ ეხლა აღმარჩივლით და
ეხლა ამ შემთხვევაში უკვე დაიწევს რა. დატონის ის რამდენი ხანია? სულ ბოლომდე დაიტენოს. რამდენი დრო უნდა რა? დატენოს უნდა 6-დან 8 საათამდე. ერთი ღამე უნდა დატოვო. ხო, ერთი ღამე ერთ-ერთი და დილით და. ხო, ანუ ხმა არ აქვს, ერთი მოღამია. არა აქვს. მოსავლელად ექსპლუატაციის უფრო ადვილია ვიდრე ესა. კი, ანუ მოსავლელად ეს ბევრი. იმას ზეთი უნდა უცვალო. უნდა ცოდნა უნდა ბენზინის შემთხვევაში. ეს ცოტა ლაითი რაღაცა რა. ორივე ელექტრომოდელი, ანუ ქვიშას, რამეს, ისე ასე, ანუ მაგასაც თავის მოვლა აქვს, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში გაწმენდა უნდა, მაგრამ წყალს ეშინია. წყლის არ დაცულია. აი წვიმაში რო იყო რაღაცაში. მაგრამ ძალიან დიდ ღრმა წყლებში ვერ გაიმით. არა, წვიმის არაფერს არანაირად და აგერ რეზინის ის გვაქვს, რა ქვია, ხუფი, ესე ვერაფერს ვერ. ესენი რაღაცები ეს ტრის დამცავი ბადია, ეს ტენტი. შეგიძლიათ მოხსნათ თქვენ ნებაზეა როგორც გაგიხარდებათ რა. ჰიდრაულიკური მუხრუჭები გვაქვს კიდე, თავისი ცალკე სპეციალური ის გააჩნია, რეზერვუარი. ჰიდრაულიკური დისკური მუხრუჭები აქვს. აჰა. გაზი აქვს და თორემ. ხელის მუხრუჭიც გვაქვს, რომ ანუ დაპარკინგების შემთხვევაში რო არ სადარ წავიდეს ჩვენი ბაგი, ესე დავაფიქსირებთ და არსად აღარ. დრიფტის ამბავში რო უცებ ამოარტყავერი ზა? დრიფტის ამბავში შეგიძლიათ კი. ჯობია რომ მაიმუნობებით შესაძლებელია. მაგრამ მაქსიმალურად დავიცვათ ციფრი. არა დრიფტის საბურავი ეს არ არის ეს კონკრეტული. ხო, კიდე რა უნდა თქვა საბურავებზე? ხო შეგიძლია მოსას ხონერ და უყე. კი ბატონო, ნებისმიერი ეს რაღაცა ტყის საბურავი. ეს არის მძიმე ოფროუდის საბურავი, რომელიც ძალიან მაგრად ეჭიდება რა და მაინც ძალიან მაგრად ეჭიდება. შეგიძლიათ ცოტა უფრო გასართობი პროტექტორი საბურავი დააყენოთ და უფრო მეტად თქვენ როგორც აღნიშნეთ დრიფტაოთ. თქვენა? საბურავებიც გვექ, ჯერ ამ ეტაპზე არ გვაქვს, მაგრამ ძალიან მალე გვექნება ყველანაირი ტიპის საბურავი, ყველანაირ მხრივ დაზღვეულები იქნებით, უყურადღებოთ არავის დავტოვოთ. აი ესო გამიტყდეს, ვიშოვნით კი, ყველაფერი აბსოლუტურად. ანუ რა, ყველაზე მთავარი ეგაა, რომ საკომპლექტაციო რაღაცეები სადმე იშოვნება. სამ თქვენთან მოვა, ვისაც ექნება, ხო ეგა? კი. აი კიდე, ველოსიპედი. ამაზე კიდე რა შეიძლება იყოს? ფარები აქვს? ფარები აქვს, დიახ. გამიანათებს. კი. ბატონ დავით, რა დღეში ხარ? ნუ ის გვაქვს კიდევ ხო ის დამოვიწყდა, დაკიდების სისტემა გვაქვს რეგულირებადი, ანუ შეგვიძლია სიმაღლე ვაკონტროლოთ, დავწიოთ აგერ. მაგითი? კი, აი. ეგ ბენზინზეც არის მაგითი. ბენზინზეც არის ამაზეც. ხო და წონები არ გვითქვამს კიდევ 180 კილოს, ნუ თუ მოთავსდება 180 კილოგრამიანი ადამიანი ხა არ ვიცი, მაგრამ 180 კილო გათვლილია ჩვეულებრივად. კი. მაინც ეს როგორ უნდა იწიოს? ესენი უნდა მოუშვა? არა, ნახეთ პირდაპირ აი აქ ქანჩი უკეთდება, ამ ქანჩს გადავატრიალებ და აი ეს სამაგრი გადმოვა, აქ გადმოინაცვლებს. შემდეგ აქ გადმოინაცვლებს. აა და სიმაღლეზე ხო რა, თუ ქვიან ადგილზე ხარ. აი ეს აწევთ დაწევთ, დიახ. ო, ნუ პრობლემა რაღაცა ძალიან ისეთი რთული არ არის რა. არა, არაფერი რთული ამაში არ არის. შვენიერი. კი ბატონო. დანარჩენი ზემოდან ტენტი ეხსნება, შეგიძლიათ ფორამი დააყენოთ. თქვენი გემოვნებით როგორც გაგის სარკეები დააყენოთ. უკანა ხედვა ძალიან იქით მნიშვნელოვანია რა, რომ სიგნალი თუ აქვს. სიგნალი არ გვაქვს. არა, სიგნალი. ნუ სიგნალი დაყენება შეიძლება. ეში სიგნალი არ გვჭირდება. თუ ხელმა გიხარ, აი ძროხები რო დადიან რომ შინას ძროხი. ესა აი აქ გვაქვს სიგნალი უკვე. აქ სიგნალი ეს უკვე სამოქალაქო ვერსია. ეხლა ცოტა ისეთ გარემოში ვართ, რომ ეს ველოსიპედი აქაურობას არ უხდება. ქალაქისა, ხო? ქალაქის, კი ბატონო. საკურიერო, ისე გადაადგილებისთვის. რამდენი კილომეტრს გადის? 40 კილომეტრს გადის სრული დატენვით. ესე მაქსიმალური სიჩქარე. სანამ პედლებს მიახმარ 25 აქვს, მე შენ ჯანს გააჩნია. უკვე რამდენადაა სიჩქარე რა. ანუ თავისი ელექტროძრავი მაქსიმალური სიჩქარით 25 კილომეტრს გატარებს. აი, საღდენი დისკები აქვს, ტორმოზი მაგაზია, ხო? წინაც და უკანაც დისკური მუხრუჭები გვაქვს. ანუ ეს არის რა ქვია, კომპაქტურობის მხრივ ყველანაირად კეცვადი ტიპი არის, ესე შეგვიძლია მანქანაში რო პედლები კი ეს გადავკეცოთ, ნუ ეს საჭე იკეცება რა, სამი ვერსიით, სამი რეჟიმით. არა, ამაზე ხო ვიარე, ძალიან მაგარი, ეს მაგრამ მომეწონა რა. და ნუ სიჩქარის კონტროლიც გვაქვს რა, სამ რეჟიმი. ხელი რო დაგეღალოს, ამას ჩამოდებ. გასაღებით ირთვება, ითიშება. აქეთ სიგნალი, ფარები. გაზაღები გათიშული რომ აქვს ეს გორაო? კი, ჩვეულებრივად შეგიძლიათ გორაობს, მაგრამ ანუ დენს ვერ მიახმარ რა. ეს ოფ რა. ეს შეკრა რაღაცაზე. ეს ის არის ნატურის ანთება ჩაქრობა და ნუ როგორ მუშაობს ეხლა საერთოდ? ეს ძალა, ეს სამი სიჩქარე.
და როგორ მუშაობს ახლა ეს რო აგიხსნათ ორი სიტყვით ანუ ელექტროძრავი, როდესაც მივდივართ და პედალს ვატრიალებ და რაღაცა სიჩქარეს რომ მივაღწევთ, ну რაღაც 1-2 გადაბრუნებაში უკვე ირთვება ავტომატურად ელექტროძრავა და გვეხმარება რომ რაღაც 100%-ის ნაცვლად 50%-ით ვატრიალოთ. მე ხო დავაწე, ეს გეგონ ზუგზე რაღაცა ხელს გაწვება, გავარ. ну თუ ესეც არ გვინდა და ну გვეზარება ასე უხეშად რო ვთქვათ, მოტოციკლეთის პრინციპით აქსელერაციის მითი შეგვიძლია დავიძრათ, წავიდეთ ისე რომ საერთოდ დავატრიალოთ პედალს. ესეთი კაია, არ დაიღლები შორმონძეზე. კი ბატონო. აგა თვითი ეს შეიძლება ანუ გათვლილია ყველა ასაკისთვის რა. უფროსი. თავარია მიწოდეს რა, საჭეს რა. კი ბატონო. ამას აწევს საჭესად. 120 კილოგრამს ვერგები ყველანაირ. ო, საჭე ეკეცება ეს კი, ხო? საჭე ეგ ზევითქვევით ჩადის. ესეც რეგულირდება და აი რა ვიცი, ნებავთ გაჩვენებთ ერთი წამი. ხო, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ საჭე იკეცებოდეს და მარტივად მოვათავსოთ, ნუ ეს. იმასაც ჩაწევ და მანქანაში შეაგდებ რა. პედლების გადმოუკეცოთ. ნუ გახდება კომპაქტური სატარებლად, ხო? კი ბატონო. ძალიან მაგარია. ამას რამე ქვია თავის სახელი. ეს არის Nexus-ის მოდელი. Smart bike. Smart bike, დიახ. მოდი აბა იმაზე ვილაპარაკოთ ახლა. თქვენ ხო არ მოიწყინეთ? ერთი სული აქვს როდის დაკოკავენ და წავლენ. ისე გადაჭექი და მინდა. აბა ეს ამას მე ვერ მივეჩვია, უფრო ჯელებისა რა. სულ მგონია რომ ისეს მოვიტეხო. ეს სკროლია. ჩვეულებრივი, მაგრამ თან აღსანიშნი ის აქვს, რომ საბურავები არ სკდება ერთიანი რეზინის საბურავები აქვს, რომელიც სანამ არ გაცვდება და კარგახანი არ გაცვდება, მანამდე არ გიწევს ამის ხიჭვი შეგერჭო. გადადრვა დისკიდან ხო, ეგეთი პრობლემები არ აქვს. ამის სიჩქარე 30 კმ/სთ-ია საშუალო, კი არა და მაქსიმალური სიჩქარე, 3 რეჟიმი აქვს ამასაც. და გადის 30-35 კმ-მდე რა, მაგასაც გააჩნია სადილი. პირდამწეობა ამას 125 კილოგრამი აქვს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ვის როგორ ატარებს რა. ნუ დიდი წონა და ბევრი დეცაჭამს რა. ხო, 350 ვატიანი ძრავი აქვს. მაგრამ თუ დიდი წონა აქვს, ახლა აღმართზე ვერ ამიყვანა 120 კილო ვიდეგი ეგეთ პრეტენზიებით არ შეიძლება მოხდეს 60 კილო დაჯექი ნორმალურ აღმართებზე აგიყვანს, ჩამოგიყვანს გატარებს რა. ასე დიდი წონა მოიცილეთ. იმიტომ მორც უყურები. ხო, ანუ ბულვარზე რამე 120 კილოს გაგატარებს რა, ესე თავის. ხო, ნუ ეხლა ეს ქალაქის ასფალტზეა დაძები იმაშები. დატენო რამე ხანი უნდა. დატენო 4-5 საათი უნდა ამას. ნუ ხო რა, რაღაც ეგეთი უნდა. ლითიუმის ელემენტები აქვს, ამას და ველოსიპედს ლითიუმის აქვს. ბაგების ელემენტები ტყვიამჟავაა რა. კი. აჰა. ნუ მოვლა უნდა რამე ცალკე აკუმულატორს, აი სპეციალური რამე უნდა, რომ თქვა, აი ესე უნდა მოეცა. ერთადერთი აი თუ დიდი ხნის განმავლობაში გავაჩერებთ და არ მოვიხმართ, ამ შემთხვევაში თვეში ერთხელ მაინც უნდა დავმუხტოთ და ყველაზე დიდი გასათვალისწინებელი ის არის, რომ საერთოდ სულ დამუხტული უნდა დავტოვოთ და შემდეგ თვეში ერთხელ ნუ ორ თვეში ერთხელაც შეიძლება, მაგრამ ნუ თვეში ერთხელ შევაერთეთ 20 წუთით, ნახევარი საათით იდეალურია ამის. ხო, როგორც ეხლა შურუპების მოსაჭრელი კი, არ შეიძლება, დიდი ხანი დატოვება არ შეიძლება. ამაში რომ ბენზინი ჩარჩაას გაშლება. ამაში მოკლედ არაფერი მსგავს პრობლემა, ერთადერთი ის არის, რა ქვია, კარბურატორი რა. კარბურატორში დიდხანს თუ ჩავტოვებთ საწვავს, ანუ საწვავი მერე ნალექს იკეთებს, ეს ნალექი შემდეგ კარბურატორს ჭედავს. არაფერი ეგეც პრობლემა. გაწმენთ ჩვეულებრივად ისევ მოკლედ ცოტა ხელმარჯვე უნდა იყოს რა კი, ანუ და ცოტა ყურადღების მიქცევა უნდა ცოტა გესმოდეს და ერკვეოთ. და ელექტრო უფრო მარტივია. მხოლოდ შეაერთე დენში და მორჩა. ხო, დაუბერე, ხო, ძალიან მაგარი. კი ბატონო. მოგეთ ახლა მე როგორც ხვდები ამას ბავშვი ვერ იყიდის. თავისინებით ხო ეგრეა, მშობელმა უნდა უყიდოს. თუ მშობელი ხარ ბატონო დავით. რა სანერვიულო გაქვს? უსაფრთხოებაზე ბავშვი. ანუ ხო, შენ რამე რო არ დაგემართოს. ამიტომ რა მინდოდა მეთქვა რა. რა ვილაპარაკეთ ბიჭებთან და აი ესეთი რაღაცა რო აქვს ზემოდან. კვადროციკლზე გასიდებიც უსაფრთხოა რა, ეხლა ბავშვს რო უშვებ სადმე. კვადროციკლისაც სხვანაირი მუღამი. ხო, ეხლა მე ვიცი შენი მუღამები, ჯობია მოდი სანამ პატარა ხარ ესეთი რაღაცა ქონდა. როგორი უყვარს. არა, ხო. შენ რამდენი ისა ქონია, გულში დაგროვი ცევდა. ჰა? ამას აქვს საჭე და პედლები. მანქანა, ისა კვადროციკლი. კვადრალი კიდე მოტოციკლი. მოკლედ რა, თუ უსაფრთხოებაზე წავიდა საუბარი,
ეს უსაფრთხოა რა. ეს იმაზე უსაფრთხოა, რა ისე იმენად ჩქარა ვერ დადის. თუ დადის ისე ჩქარა. არა, ეს იმდენად ჩქარა ვერ დადის რა. ხო ანუ რა თუ ღმერთმა დაიფაროს რაღაცა, იმასაც უკან აქ დამცავი, ამასაც ზემოდან აქ დამცავი. ჩაჯექი ახლა ბატონო დავით. ო, რაღაცა რომ მოგივიდეს. რაღაცა იაღლიში მოგ. ხო, ღვედები. აი ახლა მოდი ღვედები შეუყრათ ამას. აი ბატონო დავით. როგორც ფიფრინავშია, მინდი ხელები გაუყარე. აი ესე. ჩვენი 4 წერტილიანი. შენ ხო იცი პილოტად უნდა გამოგზავნო შენა და ბავშვი, ჯვარი გწერია და რაც არ უნდა მოხდეს, სავარძელში იქნება ჩაფიქსირებული. ხრებზეც დაკრულია და ისეც დაკრულია. ვერ ამოვარდება ბავშვი აქედან, ესე კარგად გადავიჭერთ. თან თუ ორნი არიან, მეორეც ეგრე იქნება ჩაკრული რა. ანუ ეს ყარი კარკასიც გვეხმარება ყველანაირ. მოკლედ ეხლა მოდი შენ ბატონო დავით ეს მანქანა გაატარგა მოტარე. აი შენ და შენი ამხანაგი. მოდი აქა. დაკოქვა. უნდა დავაჭრო. მოხროს და აი დაჯექი იმაზე. სტარტერი ჩართე. გავაქტიურებთ. სტარტერი ჩართე და და შემდეგ ამას დავაწვევი დიფა. ხო. всё. აი ესე გადი. აი. ოჯა მაგარი. ოჯა მაგარია. აი. და თავში გაიქცა. ამორტიზატორებიც კარგად მუშაობს. ცოტა მიაწეგას. აი საგაცო გავიდა ხარ მარ მომისრიალს. აი. ოჯა მაგარი რაღაც. აბა აღმოჩნდეს უშენ. ცოტა გაუჭი, მაგრამ მოდი ცოტა. მოკლედ რა. მოკლედ გადაი ამას აღმართი რომ შევიდა რატომღაც სიჩქარე დაუგდი და მე ისევ თავიდან დაწერა დაჭიდა რა ანუ ამას დამოღამება უნდა ეგრე არ არის ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. მიდიხარ და სიმაღლე წავიდა სიჩქარე არ უნდა ისახა რა აი თითქოს რაღაცა პატარა აი არ ვიცი რა როგორ აქვს ძალიან მაგარი რა. დაცვილიც კარგი არის, ანუ არაფერი ცუდი არ აქვს, არაფერი არ მეკობა. ყველაფერი კარგადაა. და აქედან შეამოწმებ რამე რა. როგორი ძალიან მაგარი იყო. მე ვილაპარაკე. კიდე დავარყატრე. მოკლედ მეგობრებო ძალიან მაგარი იყო და გამოგადგებათ ყველაფერში რა. და ვიქრო ჩავიარე პირიქით ჩემი აზრით ძალიან კაი იყო. უარ გაუჭი არაფერი არ გაჭირვებია. ვაჭერგოს ასე შეფერი ხოლმე დაჭერილი მე გაუჭი და ჩემს ცოტა გაუჭი და მე მოწე გაუჭი ჩემს სუსტავი გოწინიო რა მე ტარება არის ამაგიცის ტარება როგორც ჩეკი ადრე ვატარე. ხომ იქ ლაბა კიდე წერდა ამას გავუყოთ მარტო. ხო ატომა ხო. აგიდე წერდა კიდევში ვა, ეს უფრო მაგრად არის. ტრაპი.
აბა რას თქვით ბატონო დავით, თქვენ ატარეთ ჩემი აზრით ეს ვატარე და ისიც ვატარე. კაცს მიღმა ხო მაინც ყველა ატარა. კაცს მიღმა ყველა გაგვიტესტა. ესეც, ანუ ეს ერთკაციანია, მაგრამ მაინც კარგად დადის, ანუ აი რა შეხედავ ნელა დადის, არა. კი, მართლა ჩემი ემოციებიც ამან უფრო და მაგარ დრიფტავს კიდე ესეც. კი. ჩემი ემოციებიც ამან უფრო ძალიან კარგია და აღმართებზეც კარგად დადის, იმიტომ რომ ელექტროცაა და ესეც კარგია. ის უფრო დიდი სიჩქარე აქვს და ანუ უფრო კომფორტულად იხარ, ორ კაციანი რო არის, უფრო ანუ ორ კაციანი რო არის შენ მოგწონს, შენ და მამასთან ერთად კარგად იმოგზაურებთ ესე. ბატონი დავითი მშვენივრად ზეირნობდნენ. მე მგონი ყველაზე მეტად შენ ეს გამოგადგება რა. რას თქვი? შენ და მამა შენს ეს გამოგადგებათ ყველაზე მეტად. ხო და ეს მანქანა რა ხდება შენი პირველი მანქანა რა? ილოცავ? ძალიან დიდი სუნწანეზე. ძალიან დიდი ვალო. ჩვენ ალპელი გადმოგცემ. ბატონ გურას ბატონ დავით თქვენს კონტენტში. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ სადაც იღებთ ეში მდინარეში. სათევზაოდ შეიძლება შეეღო. სათევზაოდ, სადაც გაგიხარდეთ. ძალიან დიდი მადლობა და სადაც მანქანით ვერ გადაადგილდებით. აი რა მოკაციანი ბაგით მიხვალ. დაჯექი, აბა. უსაფრთხოებაც. კარგი უსაფრთხოება. ღვიდი. ყველაფერი აქვს რა, მოკლედ. იქიდან გაიკეთე და ნელა ეხა ამითი, რა ხან ბენზინია, სამომავლოდ მანქანასაც რომ მიეჩვიო, უნდა ისწავლო ამის მოვლაც რა. პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა. ბავშვებიც ძალიან მაგარია. უნდა ისწავლო, თან ეხა ბატონ ზურას ეგარ შეეშლება და მის გარეშეც და მის ნებართვის გარეშეც ჯერ იმ ასაკში ხარ, რომ არ უნდა გახვიდე რა. მის მეთვალყურეობის გარეშე. მაღაზიაში უკვე მაღაზიაში ხიარული სწავლა. ეს დაყენება შეიძლება ამას. და ბავშვი ყურებ რომ თუ გავიდა, ჩათვალ ჩამოერთმეო და ეგ არის რა. მთელი მუღამი ის არის, რომ აი მანქანის შეგრძნებებს გვანიჭებს რა, რომ ანუ საჭე გვაქვს, პედლები გვაქვს და ბავშვი პატარა ასაკიდანვე ეჩვევა ავტომობილის მოვლას, მართვას და ასე შემდეგ რა. ფარებიც აქვს რა. მოგრა დავა მიდი და მწვანეზე რა. აბა სულ მწვანეზე ბატონო დავით. ძალიან დიდი მადლობა. ვიხარია თუ მოგეწონა. ნახევარი ძალით. აბა. ეგარი. მოგრა და აბა. მოდი დაჯი. რამ ხელა ხარ რაი. წავიდეთ. რას მოესწარი აი ხელა იყავი და მიდი რა. ნელა. რატო ნელა? ეშილია. გამოჩდის რა. აი გაწდება. აი ხა. ნელა იერიმით და გეშინიო. გეშინიო და. მოკლედ აი ეს იყო ამითი დავასრულე. ტრანსპორტის განხილვა. ხო, აი ამას ტელეფონის აპლიკაციაც აქვს, აი ამას. ანუ აპლიკაცია მოყვება, ხო? და ზემოდან ის დაასკანირებ. ხო, დაასკანირებ და რაღაცა. მოკლედ ბატონო დავით მანქანა გაიტყი. როგორც ყოით იყავი, ხო? კი. დანარჩენი რა გითხრა, ძალიან მაგარი იყო რა, მეთონაც საიტი, აი ეს არის. აი ტრანსპორტის სადაც იყიდება, ქვემო დაიწერა თუ წინ დაიწერა და განხილვაში ვიდეოს განხილვის დაბლა აღწერაში იდება ლინკი. მაგას დააწეკი, შევბრძანდით, ეხლა ფასები და რამე მე არ ვიცი და მე ამაზე თავარი ის ვიცი რომ მაგარი რაღაცა საიტეზე და იქნება ფასები და ყველაფერი. თავისი მომსახურეობა აქვს, რაც თავარი თუ რამე დაგიზიანდათ, გაგირემონტებენ და განვადებაც ცარი იყიდება. ო, დანარჩენი კიდე მე და ბატონი დავითი დავждები და ვევლით ხოლმე. ამითი გამოგემშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ. შემდეგ ვიდეომდე.